მე გახლავართ ნინო ტალახაძე, საგან მოქალაქეობის ავტორი მე-7, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში, მე-12 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი. ქალბატონი ნინოც ჩვენი გუნდის წევრი არის, ისიც გახლავთ მე-9, მე-10, მე-11 კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი. აგრეთვე ვარ მე-3, მე-4 კლასში მე და საზოგადოების ავტორი. ძალიან ბევრი წელია სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებზე ვმუშაობ, როცა მუშაობა დავიწყე ბატონი ნიკო სილაგაძე პატარა ბიჭი იყო, მაშინ ექსპერტი იყო სამოქალაქო განათლების და ბევრი მინისტრი შეიცვალა და ჩვენ დავრჩით ამ საქმეს ერთგულები. მე მგონი მე-11 მინისტრის პირობებში ვმუშაობთ ახლა. ყველა ეროვნული სასწავლო გეგმის დროს მაქვს გაკეთებული სახელმძღვანელოები და ყოველთვის მივდიოდით წინ და წინ რეფორმის კვალდაკვალ. გარდა ამისა, ძალიან დიდი დახმარება მივიღე როგორც ავტორმა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისაგან, სადაც სხვადასხვა პროგრამებთან ერთად გავლილი მაქვს გაკვეთილის ავტორთა მომზადების სკოლა დაწყებით საფეხურზე, საბაზო და საშუალო საფეხურზე. ეხლა მე ძალიან მოკლედ უნდა წარმოვადგინო ჩვენი სახელმძღვანელო და ესე გადავწყვიტეთ, რომ ვაჩვენოთ წიგნიდან ნიმუშები და არა PowerPoint-ის პრეზენტაცია. ნუ როგორც ყველა საგანში ჩვენი სახელმძღვანელოც შედგება მოსწავლის წიგნისა და მასწავლებლის წიგნისაგან, მე-11 კლასში მისი სიდიდის გამო ორად არის გაყოფილი, იმიტომ რომ ძალიან უხვი იყო მასალა. ქალბატონი ნინო წარმოადგენს მასწავლებლის სახელმძღვანელოს, მე მოკლედ ერთ თემას შევარჩევ მოქალაქეობის სახელმძღვანელოდან და წარმოვადგენ მას. ეს აჩვენეთ თუ შეიძლება სარჩევი. ცოტა ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. ორ გვერდზე რომ ვნახოთ არ შეიძლება? კი შეიძლება, მაგრამ აქ ვხედავთ ჩვენ ისე. ფაილს ვხედავთ ისე მოკლედ სახელმძღვანელო შედგება. სახელმძღვანელო იყოს როგორც არის მაშინ. არაჩვენებს? აქვე გადავშალოთ. მაგიდაზე გიდევთ მაშინ და მეტი გზა არა გვაქვს. ვინმეს თუ არ გიდევთ, უკან არის მაგიდაზე დარჩენილი. მე-11 კლასის პირველ ნაწილს ეხება ეს. ის რომ სახელმძღვანელო შედგება რამდენიმე რუბრიკისაგან, რომელიც მოსწავლებს უადვილებს მასალის აღქმას, ეს წინა სახელმძღვანელოებშიც ასე იყო. ის რომ სახელმძღვანელოში არის ძალიან ბევრი აქტივობა, იმდენად ბევრი აქტივობა, რომ შეუძლებელია რომელიმე მასწავლებელმა ის შეასრულოს. ასეთი სიუხვის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელს შეეძლოს თვითონ ამოარჩიოს თავისი სურვილის მიხედვით რომელი სავარჯიშო და გამოჩნდა, ხო, იყოს ესე გააჩერეთ მეორე თავზე, თუ შეიძლება მეორე თავი უნდა ზევით აწიეთ, ნინო თქვენ აკეთებთ, ხო? ხო, აი აქ. და 2 თემისაგან შედგება ესა და 4 თავისაგან. თავში შევეცადეთ, რომ თავში გაგვეერთიანებინა სამიზნე, ერთი ცნებაზე მივუძღვენით ერთი თავი, მაგალითად პირველი თავის სამიზნე ცნება არის საზოგადოება, მეორე თავის დემოკრატია და ასე შემდეგ. ისე გავაკეთეთ, ისე შევადგინეთ პარაგრაფები, რომ ქვეცნებებს ეპასუხა შესაბამისი სამიზნე ცნებისათვის. სახელმძღვანელო არის ძალიან უხვი, ვისაც გაქვთ შეგიძლიათ გადაშალოთ ვიზუალური მასალით, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მოსწავლეს ძალიან ეხმარება ვიზუალური მასალა ინფორმაციის აღქმაში. სქემები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა და ასევე უამრავი სიტუაცია, სადაც უპირატესობა ენიჭება ცხოვრებისეულ მაგალითებს, რაც არის მოსწავლეებისათვის ნაცნობი და აგრეთვე ცნობილ მაგალითებს, რომელიც ასევე ნაცნობია მოსწავლისათვის, ან საქართველოს მასშტაბით, ან
უცხოურ მაგალითებს, მაგრამ მეტი წილი დათმობილი გვაქვს ქართული რეალობისთვის სახელმძღვანელოში. სახელმძღვანელოს აქვს რუბრიკები, როგორც წეგან აღნიშნე, ეს წინა სახელმძღვანელოებშიც იყო, მაგრამ ყველაზე მეტი რაც ახალი სკოლის მოდელის მიხედვით ჩვენ ამ სახელმძღვანელოს მომზადებისას გავითვალისწინეთ და გავიზიარეთ, ეს გახლავთ კომპლექსური დავალება. თუ შეიძლება ისევ სარჩევი რო აჩვენოთ და მინდა რომ ვაჩვენო ნინო სარჩევი ზევით არის და აწი გვერდებს გეტყვით. ზევით. ჩამოწიეთ ახლა. აი სარჩევში ხო მაგალითად განვიხილოთ აი მეორე თავი პირველი თემის მეორე თავი, რომელსაც ეწოდება ბიზნესი და სახელმწიფო. ხო? სახელმწიფო და ბიზნესი. ყველა თავი განიხილება კომპლექსური დავალებიდან კომპლექსურ დავალებამდე. ეხლა თუ შეიძლება გადავიდეთ 52 გვერდზე და ვაჩვენოთ როგორ იწყება თავი. ყველა თავის დასაწყისში არის კომპლექსური დავალება, რომელიც დიზაინზეც კი ვიფიქრეთ, რომ ახმადობის თვალსაზრისით მარცხენა მხარეს ყოფილიყო დავალება და მარჯვენა მხარეს ეგრეთ წოდებული მთავარი кейსი, რომელზედაც დაფუძნებულია კომპლექსური დავალების შესრულება. ამ შემთხვევაში მომდევნო გვერდი აჩვენეთ თუ ორად რო გავყოთ ორი გვერდი შეიძლება. აი ამ შემთხვევაში ეხლა ვიწყებთ кейს, ეგრეთ წოდებულ кейს, რომელიც გვიჩვენებს ბიზნესის ისტორია საქართველოში. ეს არ არის მთავარი кейსი, სულ ვცდილობთ რომ კომპლექსური დავალების გვერდზე იყოს მთავარი кейსი, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო მეწარმეობის ისტორია საქართველოში, საიდან აღმოცენდა, როგორ თანამშრომლობდნენ ქარგლები და ხელოსნები სახელმწიფოს და როცა მას უჭირდა, რომ უპირატესობა მივანიჭეთ ამ შემთხვევაში ასეთ кейსს და მთავარი кейსი ჩვენი იწყება 78 გვერდზე. დიახ, ეს кейსია ნინო? დიახ, არის ეს არის. ხო, ეს არის სახელმწიფო ყოველთვის ფხიზლად არის. ანუ ძალიან ნაცნობი სიტუაცია არის განხილული, როდესაც ერთი პერიოდი ყველას გახსოვთ, მედიკამენტებზე აიწია ძალიან ფასმა და გამოიწვია ამან მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება და სატელევიზიო გადაცემებიც ეძღვნებოდა ამას. ზუსტად ეს кейსი მოვიყვანეთ აქ, რომელმაც უნდა მოსწავლეს უბიძგოს კომპლექსური დავალების შესასრულებლად. რაში მდგომარეობს ახლა ეს кейსი? 5 დოკუმენტია წარმოდგენილი. პირველი 2 წერილი, ერთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა მოხუცთა ოჯახი, რომ ფასებმა რაც აიწია წამლებს ვეღარ ყიდულობს. მეორე ფარმაცევტული ფირმა, რომ ისიც უკმაყოფილოა, რომ ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია და ეს არ მოწონს და აურია მას გეგმები და ასევე არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან ამონარიდი, ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო რა აზრის არის ყოველივე ამის შესახებ და ექსპერტების კომენტარები. ასევე კანონში შეტანილი ცვლილებების ლინკი. მაშინ რაღაცა ცვლილებები შეიტანეს კანონში, რომლის საფუძვლადაც დაწესდა ფიქსირებული ზედაზღვარი ფასებისა. აი ეს ყველა დოკუმენტი არის მომდევნო გვერდებზე განთავსებული. მოსწავლემ უნდა განიხილოს ესენი. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპლექსური დავალება ამ შემთხვევაში წყვილში მუშავდება, გვაქვს რომელიც ინდივიდუალურად მუშავდება ისეთი კომპლექსური და გვაქვს ასევე ჯგუფურიც. ამ შემთხვევაში მუშავდება წყვილში, ბავშვები ხდებიან წყვილში, ყველაფერი მიმდინარეობს საკლასო ოთახში. და აი ამ ინფორმაციას რაღაც გარკვეულ დროს აძლევს მას მასწავლებელი და შემდეგ ეს აგვაქვს არჩეული ავტორებს თავარ кейსად. კითხვებზე პასუხობენ ბავშვები, აი რომ ეს ეგრეთ წოდებული დილემა, რომელიც შექმნა სახელმწიფომ ფარმაცევტულ ბაზარზე, თავისი ახალი გადაწყვეტილებით, რომ ეს ამოხსნან, კარგია ეს, ცუდია, როგორ უნდა ემოქმედა და ასე შემდეგ. სხვადასხვა кейსები არის კიდევ, აი თუნდაც
გუდაურში რო სიტუაცია იყო მაგალითად, როდესაც იქაური ხალხი გამოთქვავდა პროტესტს სახელმწიფოს მიმართ, რომ უცხოელი ისინი ჩამოდიანო ინსტრუქტორები და ისინი გვართმევენ ლუკმაპურის ფულსო. აი ეს кейსიც არის. ანუ რამდენიმე кейსი არის ამ თავში ისეთი, რომელიც უკავშირდება მთავარ кейსს. ანუ რაღაცნაირად მომდევნო პარაგრაფებში ისევ უბრუნდებით ამ მთავარ кейსს და ვავლებთ პარალელს, ან შედარებას ვაკეთებთ, ან პოზიტიურ პარალელს, ან ნეგატიურ პარალელს. ანუ ყველა შემთხვევაში მთავარ кейსთან არის დაკავშირებული ეს თავში არსებული სხვადასხვა, ეხლა მე ცოტა ისე ვერ ვაკეთებ როგორც მინდა, იმიტომ რომ მინდოდა მეჩვენებინა кейსები გვერდების მიხედვით, მაგრამ გასაგებია ეხლა ამაზე ბევრ დროს არ წავიღებ და შემდეგ ვუბრუნდებით ისევ კომპლექსურ დავალებას. დიდი ამბავი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დასაწყისში რატო არის კომპლექსური დავალება. დასაწყისში არის იმიტომ, რომ მოსწავლე თემის დაწყებამდე იგებს რაზე ექნება მას სამუშაო ამ გარკვეული დროის მონაკვეთის განმავლობაში და ეს არ არის 1 და 2 გაკვეთილი და აი ყოველივე აი აქ რაც მე ჩამოვთვალე ამ ინფორმაციის საფუძველზე, აგრეთვე ელექტრონული რესურსების საფუძველზე, რომელიც თითქმის ყველა პარაგრაფის ბოლოს გვაქვს და უკვე აღარც კი წარმოგვიდგენია, რომ მოსწავლეს არ მივაწოდოთ იმ საკითხთან დაკავშირებული ელექტრონული რესურსები, ამის საფუძველზე ისე რომ არ ჭირდება არც ბიბლიოთეკაში თუ წავა და ფართოებს თვალსაჭიერს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არავალდებულებს სახელმძღვანელო იმდენად არის უზრუნველყოფილი, რომ მას კომპლექსური დავალებას შესრულება თავისუფლად შეუძლია სახელმძღვანელოში არსებული რესურსების ხარჯზე. თავისუფლად კი არა, შესანიშნავად შეუძლია, მაგრამ ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, თუ ვინმეს მეტი უნდა. ასევე არ ვზღუდავთ მასწავლებელს, რომ მას არ უბრძანებთ ავტორები, რომ გინდა თუ არა აი ეს ფარმაცევტული თემა იყოს შენი მთავარი кейსი. ამ თავში არის კიდევ ისეთი მსხვილი кейსები, რომელიც მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს მთავარ кейსად, რომელიც კომპლექსური დავალების დამუშავებისკენ გაიყვანს და თუ არც არაფერი არ მოეწონა სახელმძღვანელოდან, იმისი არჩევანის საშუალებაც აქვს, რომ თვითონ შექმნას ახალი кейსი და თვითონ გააკეთოს თავისი გემოვნების მიხედვით. ეხლა კომპლექსური დავალება 52 გვერდზე იყო და აი ანუ თავს ვიწყებთ კომპლექსური დავალების ბავშვი ეცნობა კომპლექსურ დავალებაში რას ვითხოვთ მისგან კომპლექსური დავალების პირობას რა სამუშაო აქვს შესასრულებელი აი ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით აღმოაჩინეთ ანუ ესევალება მას დავალება და ამ დავალების შესრულებაში ის იყენებს როგორც გითხარით სახელმძღვანელოში არსებულ რესურსებს სამაგიეროდ თავის ბოლოს დამთავრდა ეს თავი, გაიარა მასწავლებელმა თავისი სურვილისამებრ, რომელი რესურსიც უნდა და ის გამოიყენა, ან თავისი გემოვნებით, ან კლასთან შეთანხმებით, ან დაუშვათ ინკლუზიის სიტუაციის გათვალისწინებით, იმიტომ რომ кейსები არ არის ყველა ერთნაირი რთული, ზოგი არის ძალიან მარტივი, ზოგი საშუალო დონის და მასწავლებელს ესეც შეუძლია, რომ თავისი სურვილის მიხედვით მისცეს დაუშვათ ძლიერ ბავშვს უფრო რთული кейსი და ასე შემდეგ. თავის ბოლოს მე მგონი 108 გვერდი არის ქალბატონო ნინო 108 გვერდზე როდესაც თავი მთავრდება გვაქვს მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა მასწავლებელს ახლა მე რასაც გელაპარაკებით ეს დეტალურად აქვს ძალიან ჩაშლილი და ამაზე ქალბატონი ნინო მოკლედ იტყვის რა თქმა უნდა მოსწავლეს ეს ცნებები ქვეცნებები და ესენი აქ ჩაშლილი არ აქვს მაგრამ აქვს მასწავლებელს თვითშეფასების რუბრიკაში, როდესაც ბავშვმა დაამთავრა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, ვუსვამთ კითხვებს, რომ რამდენად აღწეროს პროგრესს და რამდენად გაიაზრა ეს ყველაფერი და შემდეგ ვაძლევთ მეორე გვერდზე სამიზნე ქვეცნებებს, საიდანაც კიდევ უნდა ამოხშიროს მოსწავლემ აი ამ ქვეცნებებიდან კომპლექსური დავალების დროს, რომელს შეეხო და რომელი შეისწავლა. ეს ახლა ძალიან მოკლედ გითხარით მე, იმიტომ რომ დანარჩენი ისე ვერ ვაჩვენებთ როგორც საჭიროა, თან წიგნები გაქვთ ყველას მაგიდაზე და ცალკეც ნახავთ ალბათ. დანარჩენს მე მგონი 100 წუთში ჩავეტიე და დანარჩენს ქალბატონი ნინო გააგრძელებს ეს რაც შეეხება მოსწავლეს, ეხლა რაც შეეხება მასწავლებელს. რას ვითვალეთ ჩვენთვის ეხლა ცელ საუბარს აღარ არის უკვე დავზოგავთ თქვენს ენერგიასაც და
დროსაც რას ვითვალისწინებდით, ანუ რა გავითვალისწინეთ, როცა ზოგად განათლებაში მიმდინარე რეფორმასთან თავსებად სახელმძღვანელოზე მუშაობის გაბედულება გამოვიჩინეთ, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი პროცესი, აქ მრავალჯერ იქნა აღნიშნული, რომ რეფორმა სადღაც ასე წინასწარ და ბეჭედ დარტყმული ქაღალდი არ არის, ის უამრავ ცვლილებას, ცოცხალი ორგანიზმია, ასე ვთქვათ, და უამრავ ცვლილებას განიცდის, ხომ? ამ პროცესის მონაწილეა ყველა თქვენგანი, როცა თუნდაც მასწავლებლებისგან მოსული უკავშირი რაღაცა ინსტრუქციების ცვლილებებს განაპირობებს, არა, მისი გათვალისწინებით ზუსტად. ამიტომაც ის უფრო მოქნილია ეს პროცესი, ვიდრე სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი, თქვენ გასაგებია ეს სახელმძღვანელო უფრო ისეთია დროში არა, მყარი რამ არის, რასაც ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ვერ ცვლი. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ იმ ეტაპზე, რასაც ითხოვდა რეფორმა, ეს ჩვენგან გათვალისწინებული ყოფილიყო. რა, ეს უცვლელია გრძელვადიან მიზანზე ორიენტირება, ხო? ჩვენ სახელმძღვანელოში ეს გრძელვადიან მიზანზე ორიენტირება ძალიან ნათლად იკვეთება, სადაც ღერძს მთელი სახელმძღვანელოსიც, როგორც მოსწავლის წიგნის, ასე მასწავლებლის წიგნის, ღერძს წარმოადგენენ ის შუალედური მიზნები, რომლებიც საერთო ჯამში გვაკავშირებენ გრძელვადიან მიზანთან, ხომ? ეს არის, ვთქვათ, მასწავლებლის წიგნთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, პრაქტიკულად თუ ამ სახელმძღვანელოს და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნსაც გაითვალისწინებს პედაგოგი, ის პრაქტიკულად ვერ აცდება იმ გრძელვადიან მიზანს, ხო? ვერ აცდება იმ გრძელვადიან მიზანს და ის ხაზი, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ გვთავაზობდა რეფორმის გუნდი, როგორც სარეკომენდაციო გზამკვლევებს და ასე შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტების სახით, გარკვეულ ანარეგს პოულობს ჩვენ წიგნებში. თუ პირადად ჩემი გამოცდილებიდან რომ ვილაპარაკობ, მე-9 კლასის წიგნი სხვანაირია, მე-10 კლასის წიგნი უკვე კიდევ უფრო დაიხვეწა და ახლო მივიდა რეფორმასთან და მე-11-ში მე მგონი ეს უფრო უკეთ შევძელით, ეს მომხმარებლების გადასაწყვეტია, ხო, მოსწავლეების შეფასება. ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა. დიახ და აი ეს ხაზი ყოველთვის ნათლად იკვეთება. თქვათ აი რომ შევადაროთ კიდევაც არა მე-9 კლასის სახელმძღვანელოს, სადაც საკმაოდ თვითკმარი რესურსი იყო უამრავი თეორიული მასალითაც, ასე ვთქვათ, გადატვირთული და 24 კომპლექსური დავალებით, სადაც მეტარჩევანს კი ვთავაზობდით მასწავლებელს, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, რადგანაც რა ვიცი, ძალიან მიჭირს ამ აუდიტორიასთან ამაზე ხსენებაც კი ამ საკითხის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მასწავლებლები ითხოვენ უმრავლესობა, არ ვიტყვი რაოდენობა, მოდი ასე ვთქვათ, თქვენთან ბოდიშის მოხდით, მისდევენ სარჩევს, ხო? აბზაციდან სარჩევს და ასე შემდეგ თანმიმდევრობას სახელმძღვანელოს თანმიმდევრობას. თუ იქ სახელმძღვანელოში შევიტანთ რამდენსამე კომპლექსურ დავალებას, მაშინ ეს არ მოხერხდება, ხო? ყველა ისე რომ დაეწყოს პარაგრაფები ისე რომ ყველა დავალებასთან ზუსტად მიდიოდეს იმ თანმიმდევრობით, რაც არის. ამიტომაც მომდევნო წელიწადს ეს შევამცირეთ და გადავწყვიტეთ ისეთი რესურსი მოგვემზადებინა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში რეფორმის მოთხოვნებს უფრო კარგად შეეპასუხებოდა, კარგად შეიძლება არ არის სწორი გამოთქმა და უფრო ნათლად შეეპასუხებოდა, ასე ვთქვათ, და ქონოდა უფრო შეზღუდული რაოდენობა კომპლექსური დავალებების და ზუსტად ის პარაგრაფებიც აგვეწყო ასე ვთქვათ, იმ კონკრეტულ დავალებაზე, ხო, კონკრეტულ დავალებაზე. ამ თვალსაზრისით მე მგონი ის, რაც დასახული იყო შედეგისა და გრძელვადიანი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით რეფორმის მიერ, ჩვენი სახელმძღვანელო ეპასუხება, თუმცა აქ შორს ვართ, რა თქმა უნდა, იმ მოსაზრებისგან, ხანდახან ძალიან ახლაც აღნიშნავდი კოლეგებთან, რომ ძალიან მიჭირს, როცა დასრულდება სახელმძღვანელო, უკვე ნაბეჭდი სახით ვნახავთ და მისი გადაფურცვლა, იმიტომ რომ პირველი, როცა როგორც მკითხველი კითხულობა
ამას და როგორც მასწავლებელი ან მოსწავლის პოზიციას წარმოიდგენ, პირველი ალბათ ყველაზე ჩემზე მეტ რაღაცა ხარვეს ვერავინ ვერ აღმოაჩენს ალბათ იმ ნამუშევარში, ხო, ეს ასია. შეზღუდული დრო, რასაც ახლა ახალს არაფერს არ ვიტყვი, რომელშიც სახელმძღვანელო მზადდება, შეზღუდული ვადები, ასე ვთქვათ, ამ რაღაცებს განაპირობებენ და ცოტა თავისმართლების რეჟიმს ამით გვიოლებენ, ხო? დიახ, ეხლა მასწავლებელთა მხარდაჭერა კიდევ რაში მდგომარეობდა, ხო? აი ის ვთქვი მე რომ ამ რეფორმის გზამკვლევებს მივყვებოდით და ეს მას ჩვენს მიერ შემუშავებული კომპლექსური დავალებები და უკვე კონკრეტულად მათში ჩადებული შეფასების კრიტერიუმები აპასუხებოდა პირდაპირ სამიზნე ცნებებს და მათ მკვიდრ წარმოდგენებს, ხო? და ეს მასწავლებელს ეხმარებოდა, რომ სწორად გაზღოლოდა მოსწავლეს გრძელვადიანი მიზნისკენ, მიეღო მოსწავლეთა განსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, რაც ჩადებულია მასწავლებლის წიგნში და განმავითარებელი უკავშირით, რომლის ასე ვთქვათ, ნიმუშებიც, რა თქმა უნდა, ამომწურავს ვერავინ ვერ შეძლებს ამის მომზადებას, განმავითარებელი უკავშირით ხელი შეწყო მოსწავლეთა შემდგომი წინსვლისთვის, ხო, შემდგომი წინსვლისთვის. ასევე ჩვენ დაგვჭირდა კონტექსტ მაგალითების და მაგალითების შედარებისთვის, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, ამ რესურსების შექმნა. ძალიან ვეცადეთ, რომ ეს რესურსები ყოფილიყო ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებული, რათა მოსწავლისთვის ნაცნობი სიტუაციები მიგვეწოდებინა და ამითი ის უფრო ახლოს მისულიყო მოსწავლის როგორც საზროვნო უნარებთან, ასევე თვითონ მის ემოციებთანაც, ხო? და ამიტომაც ჩვენს წიგნშიც მითითებული გვაქვს მასწავლებლის წიგნში სხვა უამრავ რეკომენდაციასთან ერთად, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითად შედარებისთვის ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ მოსწავლეთა მიერ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ნაამბობი ამბები, რომელიც რა თქმა უნდა იმ საკითხს უკავშირდება, ხო? და რაც ზოგადი ხაზია ასევე ამ მიდგომის, მთელი ამ მიდგომის, აი თუნდაც იმ კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელზეც ქალბატონმა ნინომ უკვე მოგახსენათ, აი ის ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, კი არა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციას და მის განხილვას ჩვენ უნდა მივეყვანეთ დემოკრატიის ცნებამდე, ხო, რაც მთავარია ჩვენს გრძელვადიან მიზნამდე და თუ ჩვენ რომ ეს დაგვეწყო იმის სწავლებით, რომ რა არის ეკონომიკური რაში მდგომარეობს ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი და ამის შესახებ უამრავი თეორია, რომელიც შექმნილა, ის მასალები გავეცნო მოსწავლისთვის, არა, რა თქმა უნდა, ეს მისთვის უფრო ძნელად გასაგები იქნებოდა და ჩვენ აი ამ სიტუაციის შეთავაზებით, მით უფრო რომ აქვე იკვეთება დილემა, რომლის წინაშეც სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან ხშირად დგანან, ყოველთვის ახლა ჩვენ საყედურებსაც ხშირად ვამბობთ და გასაგებიც არ იმსახურებენ კიდევაც, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან ობიექტური დილემური სიტუაციები, სადაც ძალიან ჭირს გადაწყვეტილების მიღება და აი სწორედ ეს სწორედ ამას მივყავდით, არა, უკეთესად რომ ერთი მხრივ ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ იქვე ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი, არა, და აი ამ დავალების განხილვაში, რომელიც ჩვენ მოცემული გვაქვს იმის ფორმატში, მატრიცის ფორმატში, წიგნი აგებულია ფაქტიურად მატრიცის ფორმატზე, ეს წიგნი ასეა აგებული, აი ამ თანმიმდევრობით მოცემულია, თუ როგორ უნდა განახორციელოს ამ მიზნის მისაღწევად აქტივობები მასწავლებელმა, თუმცა ყოველ ჯერზე, როგორც შესავალ ნაწილში, ასევე თითოეული დავალების მატრიცის შედგენის თავშივე, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიმეორებთ დაბეჯითებით იმას, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ალტერნატივა, არა, ამ საკითხისა და ამ სამიზნეცნების დამუშავების და მასწავლებელს შეუძლია ძალიან თავისუფლად მოახდინოს ყველანაირი მოდიფიცირება, თუნდაც სახელმძღვანელოს ხარჯზე, თუნდაც სრულად შემოიტანოს ახალი კონტექსტ მაგალითი, რომელიც იმ წუთას ახლა ჩვენი საგანი ისეთია, რომ იმდინ
მიმდინარე ცხოვრება გვთავაზობს აი დღეს რამდენი კონტექსტ მაგალითი იქნება ამისთვის არსებობს პირდაპირ ეს კრებულის გაკეთება რომ შეიძლება ალბათ და აი შემოიტანოს სწორედ ასეთი ცოცხალი მაგალითები და ჩაანაცვლოს კიდევაც ის დავალება ხო იქ უცვლელი დარჩება თქვათ თეორიული მასალა თუ რაღაც გვაქვს მიწოდებული უცვლელი დარჩება ის კითხვებიც კი გამოადგებათ ხო იქ ამრავი გეზის მიმცემი კითხვა ყველა თვითოულ აქტივობასთან დაკავშირებით ამ სახელმძღვანელოში მოცემული დიახ, რაც შეეხება ამ მატრიცის ფორმას და რომელთან დაკავშირებითაც ხომ ჯერ კოუჩებმა მოამზადეს და თავსაც მივად ეს ამ პერიოდში ამ პროცესშიც ვიყავი ჩართული და უამრავი მატრიცა მომზადდა და ხანდახან გაისმის ხოლმე ასეთი შეფასებები რომ ზღუდავს თუ არა ასეთი მატრიცები და თუნდაც სახელმძღვანელოები ზღუდავს თუ არა მასწავლებლის შემოქმედებით თავისუფლებას და ან და სკოლის ავტონომიურობას, ხო? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ცუდად არ გამიგოთ თავმოყარე მასწავლებელი ჩემ შევთავაზებულ ჩვენი ავტორების თუ სხვა ჯერ ერთი სახელმძღვანელოების ალტერნატიული ფორმით არსებობს, სხვა ავტორებისაც არის. დიახ, თავმოყარე მასწავლებელი მასში ყოველთვის შეიტანს არა თავის ცვლილებას, იმიტომ რომ ის უნდა მოარგოს იმ კონკრეტულ კლასის მოცემულობას, თავის საცხოვრებელ გარემოს, თემს და ასე შემდეგ და აი შეუძლებელია რომ ამან შეზღუდოს. თანაც რა თქმა უნდა მასწავლებლის წიგნში ჭარბიოდენობით არის აქტივობები მოცემული. ხან ალტერნატიული აქტივობებიც კი არის მოცემული მეთოდურადაც და თქვათ კლასის ორგანიზებით ფორმითაც არა სხვადასხვანაირი ისინია კლასები გვაქვს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამ მცირე კონტინგენტიანი სკოლა და მათაც იგივე სახელმძღვანელოს გამოყენება უხდება და იქიდანაც ამოკრიბოს სწორედ ის აქტივობები რომელიც მისთვის იქნება მისაღები და შექმნას ასეთი თავისი საკუთარი მატრიცა, ხო, მოდიფიცირებული დავალებით, ჩანაცვლებული კონტექსტ მაგალითით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩემ და სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ეს პატარა წილად ნამდვილად ისეთი საინტერესო ცვლილებები თუ ნახე დავალებები რადგან ავტორიზაციის პროცესშიც როცა ვარ ჩაბმული უამრავი სკოლის დოკუმენტაციასთან მიხდება შეხება და ზოგიერთი მათგანი ჩვენ სახელმძღვანელოს იყენებს და ნახე ძალიან საინტერესო ცვლილებები საკუთარ თავზეც რო გაბრაზდები რომ ეს როგორ არ მომივიდა აზრად ხომ რომ ეს ასე შემეცვალა ასე გამეკეთებინა მაგრამ ხვდებით ისეთ საკითხებსაც ახლა შეიძლება მე გავდივარ ჩვენი პრეზენტაციის თემიდან მაგრამ დღეს ისეთ თემებზე აქ საუბარი ხვდებით ისეთ სიტუაციებსაც როცა მასწავლებლის წიგნი საერთოდ არ აქვთ გადაშლილი აი საერთოდ არ აქვთ გადაშლილი ხო და ხანდახან გული დაგწდება რომ რისთვის ამდენი შრომა რისთვის ამდენი წვალება როცა იქ აი ძალიან ხანდახან მე უხერხულათაც კი იგრძნობ თავს ადამიანი რომ რად გვინდა ასეთი ჩაშლა ვიღაცა შეურაცხყოფა არ მივაყენოთ არა და ხდება ისეთი კურიკულუმი რომელიც არ არის კურიკულუმი როცა იქიდან ამოკრეფა შეიძლება გამზადებული ფორმულირებების არა როცა აი ეს სამწუხარო რეალობა რაც ისე აი მოლოდინების ცხრილზე მინდა შევაჩერო რაც იყო მე მგონი ბატონი ნიკოს მომზადებული გზამკვლევი იყო ერთ-ერთი ეს არის ძალიან მრავალფუნქციური ცხრილი ხა შეიძლება ჩვენთან არ იყოს სახელმძღვანელოში კიდე უკეთესის გაკეთება შეიძლებოდეს მაგრამ თავისი არსით იმიტომ რომ აი მრავალ რაღაცას იტვირთავს პირველ რიგში საკუთარი ამოცანის გააზრების და სწავლასწავლების პროცესის დაგეგმვის ეტაპზე, როცა მასწავლებელი ამას აკეთებს, ის ეხმარება, ხო, უკვე რაღაცას ალაგებს მასწავლებელი, რომ რა აქტივობები, რა მეთოდები, სტრატეგიები უნდა გამოვიყენო, რომ მოსწავლეს ამ მოლოდინის რეალურ შედეგად ქცევაში დავეხმარო. ესე იგი არის სვეტი გვაქვს ხო იმ რუბრიკაში, სადაც მოცემულია თუ რა შედეგს ელოდება მასწავლებელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს
ზოგადი. ესე იგი ზუსტად იმ კონტექსტზე მორგებით რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს. შემდეგ ეტაპზე სწავლა თვითონ განხორციელების პროცესში კომპლექსური დავალების არა მონიტორინგისთვის, მიმდინარე მონიტორინგისთვის მასწავლებელს ეს ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ გარკვეულად თვალს ადევნებს არა ამ მოლოდინებს და მიმდინარე გაკვეთილს იმ მიმდინარე პერიოდს ადევნებს თვალს. როგორ მიდის პროცესი, გამოჩნდა მოლოდინების შესატყვისი ნიშნები, რაღაცა ხომ არ მჭირდება რომ ცოტა კითხვები შევაშველო, რომ უფრო იქით წავიყვანო, დავაფიქრო ამაზე არა, ეს მთელი პროცესის განმავლობაში. შემდეგ სწავლასწავლების პროცესში და კომპლექსურის დასრულების დროს კონკრეტული უკავშირის ფორმირებაში, ხო? იქ ფაქტობრივად მასწავლებელს უკვე მზაფრაზები აქვს, თუ როგორ აი სიმრავლეზე როგორ მივცეთ ამდენი უკავშირი როცა საუბარი, როგორ შეუფასოს, როგორ აღწეროს მოსწავლის მიერ დადებული შედეგი, ან პირიქით უკვე რჩევებში და რეკომენდაციებში როგორ ასახოს, არა? ან როგორ წაახალისოს, რომ აი ეს შენ კარგად გააკეთე და ეს კიდევ უნდა მომავალში გაითვალისწინო. ეს ყველაფერი ამაშიც გამოადგება და ბოლოს შუალედურ და გრძელვადიან მიზნებზე მუშაობის პედაგოგიური პრაქტიკის სტრუქტურირებული თვითშეფასებისთვის, ხო? ეს ხილი ისევ გამოადგება, რომელ მკვიდრ წარმოდგენასთან დაკავშირებით განსაზღვრე მოლოდინი რეალისტურად, ანუ მე თვითონ რა გავაკეთე ამ თვალსაზრისით, რომელ მოლოდინს მოუძებნეს სწორი გასაღები აქტივობებისა და მეთოდების სახით და სად მჭირდება რომ შევცვალო მიდგომა. და ეს უკვე საფუძვლად იქცება მომდევნოდ კურიკულუმის გაუმჯობესებისთვისაც, ხო? აი ამგვარი მიდგომები არის სწორედ კურიკულუმის განვითარების გზა გადის ამაზე, ხო? ასე ვთქვათ. რა ვიცი, ძალიან შეგაწყინეთ მე მგონი თავი. ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი, ნუ რაღაცა შევძელით, რაღაცაზე ჩვენ თვითონაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება კიდევ საჭიროებს დახვეწას და როგორ მოიხმარენ ამას სკოლები, მათგან უკავშირს მუდმივად ვადევნებთ თვალს და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.